თქვენ აქაც კიდევ ერთხელ სრუჩვენებასთან დაკავშირებით გავფრთხილებთ არა იმიტომ რომ გემუქრებით ეს ასე არ ჩათვალოთ. ჩემთვის არ არის სულ ერთი თქვენ თავს თქვენ რაც დამართებთ ის უკვე იმყოფინეთ. ამიტომ გავფრთხილებთ. გავრცელდა, ამიტომ სწორად მიპასუხეთ სიმართლე. გავრცელდა ინფორმაცია რომ თქვენ ისევე როგორც ეს სხვა საქმეებზე მე სტრასბურგში რომ მუშაობდი ხშირად შემხედრია ხოლმე, როცა მიგზავნილის ფუნქციას ასრულებდა ადვოკატი. დავიწყდებოდა ის, რასაც ექიმების შემთხვევაში ჰიპოკრატეს ფიცი ქვია. ასეთი ადვოკატები შედიოდნენ ხოლმე ციხეში არასამუშაო საათებში ან უქმე დღეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ხარჯიანის საქმეზეც ასეთი რამ უნდა ყოფილიყო მომხდარი. რას მეტყვით ამასთან დაკავშირებით? ინფორმაცია კი არ გავრცელდა, მე ჩვენება მივეცი ამის შესახებ. ხო და აბა გითხარით. გეტყვით სასამართლოში რას თქვი, იგივეს გაგიმეორებთ. ეს გახსოვთ. დიახ. ის სხვა რაღაცები არ გახსოვთ, რა თქვით სასამართლოში. კარგი, აბა გისმენთ. სასამართლოში ის არის აბა გისმენთ. სწორი, ძალიან დიდი დროა გასული და შეიძლება დეტალები არ მახსოვდეს. აბა უქმე დღეს თუ შეხვედით ან არასამუშაო საათში და როგორ მოახერხეთ, იმიტომ რომ დასაწყისში იმით დაიწყეთ. რომ მეო ჩვეულებრივ პროცედურას მივყევიო. უბრალოდ რამდენიმე ჯერ შევედი. თავიდან ჩვეულებრივ პროცედურას მივყევით. უქმე დღესაც შევედი ჩვეულებრივ რეჟიმში. უბრალოდ უშუალო ის იყო გეტყვით დამირეკა ბატონმა გიორგი უდესიანმა, ნუ ეს მახსოვს და მითხრა რომ რაღაც ნუ აი მინდობელობასთან დაკავშირებით შეიძლება ვინ უნდა ყოფილიყო ეს პირი სასწრაფოდ იყო ბატონ ბესოსთან რაღაცაზე დასალაპარაკებელი. მე უთხარი ვკითხე რომ უქმე დღე რო არის, თქვათ ეს როგორ იქნება. მან მითხრა ბატონმა გიორგიმ რომ ნუ ამის პრობლემა არ იქნება. მე მოვაგვარებო? არა, მე მოვაგვარებ არ ვთქვი. არ იქნება პრობლემა. პრობლემა არ იქნება. კარგი, ეხლა მე კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ თქვენთვის აქ ჩვენ პირდაპირ გვიწერია და რომც არ გვეწეროს ასეთები ვართ რაღაცნაირი ესეთი ხელისუფლებაა, რომ სამართლიანობას მისდევს მეტნაკლებად წარმატებით. ყოველ შემთხვევაში ამისკენ მივისწრაფვით.